ბანდიტ თეაწოლუკიანს უთქვამს იმედის ეთერში თუ არ ვწდები ჩვენო მათ შორის მეცო ანუ მას ყვითელი ვარსკვლავი მოგვაბნიესო და გვამაგრესო ამოტვიფრესო ჩვენზე და ჩვენო ახლაო გარიყულები ვართო და ისეთივე არიყულებს ვინჩივისო ესეთივე რეპრესირებულები ვართო როგორც ებრაელები იყვნენ ნაცისტურ გერმანიაში ვერ გაუგია თეაწოლუკიან ბანდიტკას ასე უნდა მოიხსენიო რომ ებრაელების დევნა ხდებოდა ეროვნების მიხედვით ხოლო დევნა თუ ქვია იმ სანქციებს რომლებიც მათ შორის თეაწოლუკიანზეა დაკისრებული დევნა თუ ქვია მაინც და მაინც ეროვნების მიხედვით კი არ ხდება არამედ იმ პოლიტიკური პოზიციის გამო იმ ღირებულებითი პოზიციის გამო რომელიც მას და მის თანაბანდიტელებს აქვთ და განცხადება რომელიც მან გააკეთა იმედის ეთერში რეალურად არის ერთი სიყალბე რასაკვირველია მაგრამ მეორე მხრივ რასაკვირველი არის ანტისემიტური განცხადება ყოველად უსამართლო ერთია და ყოველად არაადეკვატური საერთოდ არაადეკვატურობა მათ ახასიათებთ არაადეკვატურობა ახასიათებს მეორე პირსაც ვინც ის იქნება და მეტი არაადეკვატურობაც კი ამ პირს ქვია შალვა პაპუაშვილი საკუთარი ფულის დახარჯვაც კი არ უნდა ბრიუსელს იმისათვის რომ აღადგინოს უკრაინა და ფიქრობენ ახლა იქ რუსეთს რა წაართვან ფიზიკურ პირებს რა წაართვანო ამას ამბობს დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული შალვა პაპუაშვილი ეს კიდევ ერთი მადასტურებელია რომ ისინი რუსეთს ეტენებიან გიბოდიშებთ მისთვის რუსეთს ემუნებიან და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ გარდა იმისა რომ ფიქრობენ ბიძინა ივანიშვილს რა აამონ მხოლოდ იმას ფიქრობენ რა აამონ გიბოდიშებთ ამ სიტყვისთვის უფრო დიდი ბოდიში როგორ შეეტენონ რუსეთს ანუ ქვეყანას რომელიც ჩვენი დამანგრეველია მე არ ვიცი შალვა პაპუაშვილს ვინ ავალდებულებს ან ვინ უბიძგებს ამგვარი განცხადებების გაკეთებისაკენ მაგრამ ის რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირი ერთიანად იცავს რუსეთის ფედერაციას რომელიც არა მხოლოდ უკრაინის არამედ ჩვენი ოკუპანტიც არის ეს მინიმუმ სამწუხაროა მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ ეს არის იმგვარი დანაშაული მორალური დანაშაული თუ ამ სიტყვის ხმა შეიძლება და ალბათ მაინც შეიძლება ისეთი დროება დადგა ისეთი მორალური დანაშაული რომელსაც ისტორია მას უშუალოდ მას შალვა პაპუაშვილს რასაკვირველია არაპატიებს ეხლა მე კითხვა უნდა დავსვა ამგვარი გვაქვს თუ არა ჩვენ ყველაფრის თქმის უფლება რასაკვირველია გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების ფარგლებში ჩვენ ყველას ყველაფრის თქმის უფლება გვაქვს და ბატონ პაპუაშვილსაც არ ბატონ წულუკიანსაც სხვა შემთხვევაში ბატონ კობახიძეს და კიდე სხვა შემთხვევაში ასე მაგალითად ვოლსკის აქვს ყველა სისულელის დიახ ხაზგასმით ვამბობ სისულელის თქმის უფლებაც აქვთ მოქალაქეებს ჩვენც აგვაქვს სისულელის თუ სიჭკვიანის თქმის უფლებაც მაგრამ ესენი უნდა შეეგუონ იმას და ეს არის ერთ-ერთი საკვანძო ამბავი ჩვენ სინამდვილეში რომ ვერ ეგუებიან რომ რამდენ სისულელესაც და სისულელეს ვინჩივის რამდენ მოღალატეობრივ განცხადებასაც გააკეთებენ იმდენი მძაფრი კრიტიკა კი არა მძაფრი კრიტიკას ვინჩივის იმდენი თავს ლაფის დასხმა მათ თავზე ლაფის დასხმა ელით და ვერ გავატარებთ რასაკვირველია, როდესაც ვინმე პაპუაშვილი და ვინმე წულუკიანი იმ შემთხვევაში ამბობს იმას, რასაც ამბობს, ყვითელი ვარსკვლავი არა, ისა კიდე თქვენ რეალურად დასანქცირებული ხართ იმ ღირებულებითი პოლიტიკური არა, იმ ღირებულებითი პოზიციის გამო, რომელიც აბსოლუტურად არაადეკვატურია დღევანდელ კონტექსტში და არც არასოდეს არ იქნება ადეკვატური თქვენ დასანქცირებული ხართ იმისთვის, რომ საქართველოს გრუზიად გარდაქმნა გწადიად გინდათ და აკეთებთ კიდეც ამას და შალვა პაპუაშვილი კი იცავს, როცა ამბობს, რომ აღადგინოს უკრაინა და ფიქრობენ ახლა იქ რუსეთს რა წაართვანო, დიახ, რუსეთი როგორც დამანგრეველი უკრაინისა ვალდებულია რომ გადაიხადოს რეპარაციები და უკრაინის აღდგენაში დახარჯოს თანხა იმ ქვეყნის აღდგენაში რომელიც დაანგრია მაგრამ ეს განცხადება პაპუაშვილი ბანდიტისა ჩვენთვისაც ძალიან მაზიანებელია აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში აფხაზეთზე ვილაპარაკოთ თქვენის ნებართვით რუსეთმა არა მხოლოდ ეთნიკური წმენდა მოგვიწყო ეს ყველაზე მნიშვნელოვანია რასაკვირველია ინგას გაუღიშავ თქვენის ნებართვით
არა მხოლოდ ეთნიკური წმენდა მოგვიწყო, არამედ მან დაანგრია, წაგვართვა და დაანგრია ქონებები და წესით და რიგით ადეკვატური ხელისუფლება რო გყავდეს, ჩვენ რეპარაციებს, ანუ თანხის გადახდას, კომპენსაცია რეპარაციებს უნდა ვითხოვდეს რუსეთისაგან, რასაც პუაშვილი ვიდრე გყავს, დევნილებს მიმართავ პირველ ყოვლისა, ვიდრე თქვენ გყავთ, ვიდრე ჩვენ გყავს პუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეთან გამობიძინებულები გყავს ხელისუფლებაში, მანამდე არანაირი კომპენსაციის იმედი არ უნდა გქონდეს, ანუ ესენი რუსეთს ესე ვიტყვი არ გადაახდებინებენ არა და საინტერესოესი მომენტია ახლა და საინტერესოესი შანსი გვაქვს, საკმაოდ სერიოზული შანსი გვაქვს, რომ ჩვენი წილი მოვთხოვოთ რუსეთს იმ გადასახდელი თანხებიდან, რომლებსაც ადრე იქნება თუ გვიან, ის არა მხოლოდ შეეგუება რომ გადაიხდის, არამედ მართლა გადაიხდის, არ გულისხმობ მხოლოდ 210 მილიარდს თუ 300 მილიარდს გაყიდულ აქტივებს რუსეთისა, რომლებსაც გადასცემენ ადრე იქნება თუ გვიან კი არა, მალე უკრაინას იმ ფონდიდან, რომელიც გაყინული აქტივი, რომელსაც ქვია გაყინული აქტივების ფონდი და ბოლო რეპლიკა ბარებდა პრინციპში დავასრულოთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროპასაც შეუტევს რუსეთი და რუსეთის იმუქრება, რომ შეუტევს ევროპას, ეს მაინც და მაინც კონვენციურ ომს, მათ შორისაც სუვალკის დერეფნის მიმართულებით კალინინგრადისკენ არ გულისხმობთ. ეს არ არის გამორიცხული ცხადია, მაგრამ ამას არ გულისხმობთ მხოლოდ და ოდენ, ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ რუსეთი თავისი ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ელემენტის გამოყენებით, მათ შორის ფსიქოლოგიური ზეწოლით, მათ შორის მედია ომით, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით და ასე შემდეგ, რუსეთი ეცდება, რომ მისი მომხრე ძალები მოიყვანოს ევროპის ამა თუ იმ სახელმწიფოს სათავეში, ზუსტად ისეთივე ან იმგვარები, როგორც ასე მაგალითად არის სერბეთში, მისი მომხრე ვუჩიჩი, ასე მაგალითად არის სლოვაკეთში, მისი მომხრე ფიცო და ასე მაგალითად არის უნგრეთში, მისი მომხრე ორბანი, რომელიც იმედი მაქვს დამარცხდება მომავალ წელს. დიახ, ამბავის ის არის, აზგასმით მინდა ვთქვა, რომ ის რუსეთი ეცდება, რომ ჩეხეთი იქნება, თუ ბალტიის სახელმწიფოები იქნება, პოლონეთი იქნება, თუ გერმანია იქნება, თუ სხვა სახელმწიფოები, იქ ისეთი ტიპები დასვას ჰიბრიდული ოპერაციებით, რასაკვირველია საინფორმაციო კამპანიებით, ტროლების ამოქმედებით და ასე შემდეგ და ასე საინფორმაციო ტროლ ფაბრიკების ამოქმედებით, რომ საზოგადოებებს მოწყვლადებს, რაც უფრო ძლიერია სახელმწიფოებით, უფრო ნაკლებად მოწყვლადია საზოგადოება, აარჩევინოს ესა თუ ის პრორუსი, ან რუსეთისადმი ლოიალურად გაწყობილი პირი. აი ეს არის საბოლოო ჯამში კამათის ან მსჯელობის საგანი დღეს მსოფლიოში სრული თავისუფლება უნდა თუ არა მიენიჭოს მათ შორის სოციმედიებს ისიც თქვენ რომ ასე მაგალითად Facebook-მა მილიონობით ხაზს უსვამ, მილიონობით ტროლ გვერდი დაბლოკა გარკვეული პერიოდის წინ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იგივე დავა მიმდინარეობს ახლა ელონ მასკსა და საბოლოო ჯამში ელონ მასკსა და ევროკავშირს შორის, უნდა იყოს თუ არა საიტყვის სრული თავისუფლება იმგვარი, რომელიც სულისკვეთებას შეცვლის ამა თუ იმ ქვეყნისა და უფრო დიდი პრობლემების წინაშე აღმოაჩენს ამა თუ იმ ქვეყანას, ესეც და თქვა და არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს აქვს და ექნება რესურსი, ეს ხომ საბოლოო ჯამში დიდი ფულია, მაგრამ რაღაცასთან შედარებით ნაკლები ფულია, დახარჯოს რესურსი იმისთვის, რომ გერმანიაში მოიყვანოს მის მიმართ ლოიალურად განწყობილი ევროსკეპტიკოსი და მის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკური ძალები. გამოუვა არავინ არ იცის აქ ჩვენს ქვეყანაში რომ გამოუვიდა და რომ აგრძელებს ტვინთა რეცხვის კამპანიას, ეს ფაქტია, სამარცხვინო პროცესები მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნისათვის და ამბავის ის არის, რომ როგორიც არის ხელისუფლება, იმგვარივე ხდება საზოგადოება და ხელისუფლება წოდებული რასაკვირველია უკანონო და ასე შემდეგ კი ბიზნე ივანიშვილის ხელისუფლება ჩვენ სინამდვილეში არის თავიდან ბოლომდე რუსული, თავიდან ბოლომდე ამ სიყალბეზე, პროპაგანდაზე, რუსულობაზე ორიენტირებული. ამიტომაც ამბობს პაპუაშვილი მაგალითად,
საკუთარი ფულის დახარჯვაც არ უნდაო ბრიუსელს ანუ ევროკავშირს აგინებს რეალურად ეს პირი რომელიც მიეტენება რუსეთისაკენ და მიატენის თუ ტენის და ტენის ჩვენს ქვეყანასაც რუსეთში მე გეტყვით რომ არ გამოუვა გასაკვირველია მაგრამ იმისთვის რომ არ გამოუვიდეს მარტო 750 თუ 1967 პროტესტის მონაწილეს იქ ყოფნა რუსთაველის გამზირზე არ კბარა მეთქი ასე გეტყვით მზია ამაღლობელი რომ ხავს იმ ქვეყანას ხო იმ ქვეყანას ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობაც მართებს აი ეს მნიშვნელოვანი სიტყვაა ჩემი აზრით მომავლის წინაშე მზია ამაღლობელი რომელი ქალაქიდანაც არის ანუ ბათუმიდან იქ იმართება სახელისუფლო ხო თითქოს არაფერი საახალწლო სახელისუფლო კონცერტი და თითქოს არაფერი ხდება ჩვენს ქვეყანაში ისე იტაშფანდურებენ ხელისუფლებასთან მიკედრებული მათ შორის კარგი არტისტები მათზე კი არ ვახვილებ ახლა ყურადღებას მაგრამ მინდა რომ თავიდან ბოლომდე რას ნიშნავს გასიგრძეგანება ხო A წერტილიდან B წერტილამდე გაჩვენებთ რასაკვირველია A წერტილიდან B წერტილამდე გაგებას იმისა A წერტილიდან B წერტილამდე რა დღეში არის ჩვენი საერთო ქვეყანა მიმართავ პირველ ყოვლისა ამ ხელისუფლებასთან მიტენილ არა მხოლოდ არტისტებს არამედ პირებს რომლებიც დუმარენი არიან მოცემულ ეტაპზე კი გამიგზა 5 წუთიანი ვიდეო ყოფილიყო ეს ვიდეობლოგი და კი გაგზელდა აგე 12 წუთია მიმდინარეობს ბატონებო და ქალბატონებო მეგობრებო ურთულესი მოსახვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა ესეც უნდა გაიგოთ რომ ჩვენ ახლა თუ დავნებდებით არ დანებდება მომავალი თაობა არაფრით არ შეეპუება მომავალი თაობა დამოუკიდებლობის შემცირებას და დაკარგვას რეალურად და მომავალი თაობა ცეცხლს გახსნის პირდაპირ თუ ირიბი მნიშვნელობით რუსეთის და რუსეთის აკაური მსტოვრების რუსეთის აკაური აგენტების მიმართულებით ეს კარგად უნდა გაიგოთ ამიტომ ვინც დღეს ეტენებით რუსეთს ისინი სწირავთ თქვენივე შვილებსა და შვილიშვილებს სამომავლო სისხლის ღრუსათვის და ბიზინა ივანიშვილი არის აქედან გამომდინარე ომის პარტიის ლიდერი ომი მოაქვს სისხლისღვრა მოაქვს ბიზინა ივანიშვილს რამდენადაც დამარცხებული საქართველო ვერასოდეს ვერ შეეგუება დამარცხებას და დამარცხებული საქართველო ყოველთვის მათ შორის იარაღით ხელში მომავალში იბრძვა ავთარ ბიზინას შემდეგ თუნდაც იბრძოლებს საკუთარი თავისუფლებისა და უფლებების აღდგენისათვის ეს უნდა გაისიგრძეგა რომ საერთოდ ფილოსოფიურად თუ არ ვუყურებთ გარკვეულ საკითხებს თუ არ ვაფასებთ გარკვეულ მოვლენებს გარკვეულ პერიოდს გარკვეულ ამბებს ხო ფილოსოფიურად თუ არ ვაფასებთ ერის საზოგადოების ცუდი სიტყვა ელიტური ნაწილი მithki მაგრამ ის ნაწილი რომელიც იბრძვის და რომელიც გრძნობს თავისუფლების აუცილებლობას თუ აი ფილოსოფიურად არ უყურებს და უყურებს რომ აი ახლა გამოვჩები ახლა მივიღებ 5000 ლარს ახლა მექნება სამსახური ახლა გავისტუმრებ კრედიტს ახლა მექნება უზრუნველი ცხოვრება იცოდეთ რომ მოაუციებად თქვენ უჩალიჩებთ სიტყვა მაგრამ მაინც მომავალ თაობებს თქვენ შვილებს უჩალიჩებთ სისხლისღვრას რომელიც გარდაუვალი იქნება რუსეთის წინააღმდეგ სისხლისღვრას გარდაუვალი იქნება გარწმუნებთ თუ ახლა დაავნებდებით ამიტომ ჩვენი გენერაციის ვალია რომ რუსეთს საქართველოს გამოვტაცოთ აქ და ახლა არა ზეგ და მაზეგ სხვა საქართველოში მომავალ საქართველოს არამედ აქ და ახლა ამიტომაც ვამბობთ ბევრი ჩვენგანი რომ აი არსად არ წავალ არსად არაფერს არ შევეპუები არაფერს არ შეურიგდები რაცა უნდა მარწუხები მოუჭიროს ამ სფრიად კი ნამდვილად არა ორდინალოს ვიჩივის კაცმა რომელიც ცოტაზე მეტად ვერ არის ბიზინა ივანიშვილი აი ეს არის 15 წუთიანი ვიდეო ეს თქმაც მინდოდა რუსეთი გადაიხდის უკრაინისთვის ფულს და რუსეთმა უნდა გადაიხადოს ფული საქართველოსთვის იმისთვის რაც მოგვიწყო ვინ არ მეთანხმებით რომ დევნილს აზას ასე მაგალითად არ ეკუთვნის ფული რომელიც უნდა გადაიხადოს რუსეთმა ისიც თუ არა რომ რუსი ჯარისკაცები იდგნენ და ჩვენი დევნილების 9-10 წლის ბავშვებს აუპატიურებდნენ ეს მე ისედაც ვიცოდი მაგრამ აი ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ დავასახელებ კიდეს ფედერალისტებმა მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა ეს კიდევ ერთხელ გაახსენა საზოგადოებას
და თქვენ მეუბნებით რომ ამ ყველაფერს უნდა შევეგუოთ და პაპუაშვილის რიტორიკასა და პოლიტიკას, ბიზიდა ივანიშვილის რიტორიკასა და პოლიტიკას უნდა ავყვეთ, შემირცხენია თქვენი ქართველობა, ესოხელი და ტიალი. არა. ნამდვილი ქართველები ორიენტირებული მომავალზე არ ფიქრობენ ისე როგორც პაპუაშვილი რუსი ფიქრობს.